ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თითქმის 4 წლიანი მკურნალობის შემდეგ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედიდან რუსთავის მე-12 სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ, მე ვახო ხუზნიაშვილი ვარ საღამოშვიდობისა. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გენერალურმა პროკურატურამ ყოფილ პრემიერს ჩორჩანასა და 20 ივნისის საქმეებზე ბრალდება წარუდგინა. რაც სასჯელის სახით და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება იმ ფაქტებზე, სადაც საუბარია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ მოქმედებებზე. როგორ განვითარდება პროცესები, თუ სამი პოლიტიკური პარტია აიგრძალება. საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას. ჯერ კიდევ 2 წლის წინ ხათუნა სამნიძემ ღიად დაადანაშაულა ოპოზიციის ნაწილი, რომ ისინი ხელს უშლიდნენ და აზიანებდნენ საქართველოს ევროპულ გზას, რომ საქართველოს არ მიეღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ოპოზიციის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ თურმე უნდა გადავადდეს გადაწყვეტილების მიღება და არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს. ამას აკეთებენ ჩვენი კოლეგები, მე არ ვაპირებ რომ ვილაპარაკობინ, ასეთი ოპოზიციაში არიან, ერთად ვილაპარაკოს მესახატიასაც ჩვენი პარტნიორები შეწყვიტონ ამ პროცესში დამაზიანებელი გზავნილები. ამ პარტიებს საქართველოს ხელისუფლება ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს. და არ ხედავდით, როგორ ადგენდნენ შავსიებს ქართველი საქართველოს მოქალაქეების, რომ საქართველო ყოფილიყო თავდასხმის ობიექტი გარედან. დღეს თავისუფალ სივრცეში გირჩიდან იაგო ხვიჩია, ექსპერტი პეტრე მამრაძე, ქართული ოცნებიდან გენო პეტრიაშვილი. ხვდებით საღამოს 9-ზე თავისუფალ სივრცეში. აშასე იაგო ხვიჩია უკვე სტუდიაშია საღამოშვიდობისა. მადლობა მოწვევით. დავიწყოთ, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი გადაცემის დასაწყისშიც გავაცანი მოსახლეობას, რომ გადაიყვანეს ექს-პრეზიდენტი ციხეში. როგორ უყურებთ ამ ამბავს? წავიკითხე ეს განცხადება და პირობითად კურნალი ექიმის განცხადების საფუძველზეო და მე უბრალოდ ვერ ხვდები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამარება დიდი ხანი ასეთი იყო, როგორც ჩვენ ვიცით. კარგი. ასეთი როგორიც ახლა შეიძლება იყოს და მაშინ მანამდე რატო არ გახდა, მე მგონი ეს კითხვა დამიტოვა ამ ყველაფერმა. თუმცა მე მაგალითად ესეთი კითხვა დამებადა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში გადავა, მას მიეცემა თუ არა პატიმრის უფლებები, რომ შეხვდეს მაგალითად საკუთარი გუნდის წევრებს. რასაც არ ახვედრებდნენ თქვენ მოგეხსენებათ. მანამდე დღეში 10 ადამიანი შედიოდა. ხო, ეს იყო გაფრთხილებული იმითი, რომ სამონტყოფოშია მიშაო, ციხეში არ არისო და რაღაცნაირად ეს კითხვა მაქვს ერთადერთი, თუმცა ახლა არ ვიცი ვის რამდენად ვის დარჩა იქ შესვლის შემოსლება და არ დარჩა, იმიტომ დეპუტატები არ არიან. მას ზოგ საქმეში იაგო თქვენ იურისტი ხარ და იცით რომ მიმდინარეობს, ჯერ არ არის საბოლოო გადაწყვეტილებები და შესაძლებელია იურიდიულად არ ვიცი რამდენად თქვენ უფრო იცით ეგ ამბავი, როდესაც არაა გადაწყვეტილებები საქმეზე, რამდენად შესაძლებელია ეგ ამბავი. მე უბრალოდ ერთი, ჩემი კითხვა კარგად ვერ ჩამოვაყალიბე. მე ერთადერთი რაღაც მაინტერესებს, რომ ადამიანს ახლა როცა ვიღაც ყავს დატყვევებული, შენს ტყვეს სადაც გინდა იქ ჩასვამ, კაი გალიაში ჩასვამ, შენს ტყვეს თუ ცუდ გალიაში ჩასვამ, შენზეა დამოკიდებული, მაგრამ ახლა რა შეიცვალა? კაი გალია, ცუდი გალიით რატო შეუცვალეს? მე მგონი ეს არის კითხვა. პასუხი ახსნა იმისი, რომ თურმე ექიმა თქვა, მიშა უკვე კარგად გახდაო. ამის საფუძველზე თუ ეს ექიმი საფრთხის ქვეშ არის, იმიტომ რომ მიშა აქამდეც იყო და მაშინ თუ ამას ექიმის დასკვნით აკეთებ, ახლა რატო შარავ ამ კაცს, იმიტომ რომ ვიღაცამ რო კითხვა დასვას, უბრალოდ ერთი თვის წინათ სხვასე იყო ეს კაციო, რა კონტრარგუმენტი იარსებებს. ამიტომ მე მგონია რომ რატო გადაყავთ მიშა კარგი, როგორც გითხარით, კარგი გალიდან ცუდ გალიაში, ეს კითხვა პასუხს მოითხოვს. უსასრულოდაც ხო ვერ იქნებოდა ახლა კლინიკაში. არა, მე აქამდეც მოვუწოდებდი მიშა თავისით უნდა გადასულიყო ციხეში. თავისით რომ მას მიიღო ის რაღაცა თუნდაც უფლებების ნაწილი, რომელიც პატიმარს ეკუთვნოდა, რომ მასთან შესულიყვნენ პარლამენტის წევრები, დეპუტატები და იქიდან გამოეცხადებია ბრძოლა, იმიტომ რომ თან შენ ვივამედს გაძახებდნენ, რომ კომფორტულ ციხეში ზიხარო და თან გამოცხადებული ქონდეს ბრძოლა იმასთან ვინც შენ დაგატყვევა, ეს მაინც და მაინც დამაჯერებლად არ გამოიყურება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ამ გადაწყვეტილებით მიშას თუ გამხნევებს ჩემი ეს სიტყვები, მიშას არ წაუგია, პირიქით მან უნდა გამოიყენოს ეს როგორც უპირატესობა, იმიტომ რომ მაინც ციხეში ზიხარ. მე ვერავის ვერ დავამადლი სხვა ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით, კარგ ციხეს და ცუდ ციხეს. ციხე ყველა ცუდია. შიმშილობას ხო არ დაიწყებს, მეორე სერიას ხო არ დავნახავ. არ ვიცი, ერთმა შიმშილობამ რა მოიტანა, მეორე რატომ უნდა დაიწყოს, არ ვიცი, თუმცა მე იმაზე ვღელავ უკვე, რომ ჩვენი მედიის
ეთერები და ასე იგი ეს პოლიტიკური ველი იქნება ერთი კვირა წალეკილი მიშას ციხეში გადაყვანით მას იქ როგორ შეხვდებიან პატიმრები აგებენ თუ კომპლიმენტს ეთქვიან და ერთი კვირა მინიმუმ ამით გავერთობით და შეიძლება კიდე უფრო მეტიც გაჩნია როგორ ფორმაში იქნება ნაცმოძრაობა. სააკაშვილი უკვე გადაიყვანეს, რიგში დგას გიორგი გახარია. დღეს საქართველოს პროკურატურისგან მოვისმინეთ, რომ ორი ბრალი წარედგინა ჩორჩანასა და 20 ივნისის საქმეებზე. აქ თქვენი შეფასება როგორი არის? იცით როგორ არის რომ ძალიან მარტივია თითქოს ერთი შეხედვით მის თქმა რომ პოლიტიკური ოპონენტებს ქართული ოცნება დაძდებს და ზოგ ციხეში სვამს, ზოგ ნაძავებს და ასე შემდეგ და თითქოს ეს ერთი ხელის გულზე ჩანს, მაგრამ მეორე მხრივ მოდი შევხედოთ ვინ არის გახარია, ვიზ ვლაპარაკობ. ვინ არის? გახარია არის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. რომელსაც რასაც ედავება ქართული ოცნება საკუთარ თავსაც მაგას ედავება. ანუ მაგალითად თქვენ დაუთმეთ ჩორჩანა რუსებს, ამას მარტო გახარიას ხო არ ედავები, ეს ხო შენც არის, შენც ხო იყავი ხელისუფლება ხო არ შეცრულა გახარიას მერე. ანუ ჩორჩანას ხო შენ მომავალ ხელისუფლებებს ამ ჩორჩანას ამბავზე შენ თვითონ ხო აკეთებ რაღაცას ამზადებ, რომ აი ამ ადგილას რაღაცა მე პრობლემა მქონდა ჩემი პრემიერ-მინისტრის ხელით ჩადენილი. და აი მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ადამიანი მაინც არ გამოდის და არ იძახის. დარბევის დღეს რა მოხდა, რასაც ედავებიან თუნდაც ჩორჩანაში მართლა რა ხდებოდა, რაშია ზოგადად ხელისუფლების დავალება იყო თუ არა იქ რამე ბიზნესის პირობითად ან ვიღაცის. და ზოგადად როგორ იმართებოდა ორგანიზაცია ქართული ოცნება. ანუ სანამ ეს ადამიანი ამის შესახებ ინფორმაციას საჯაროდ არ ლაპარაკობს, მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის თანამშრომლებს სჯის და აჯილდოებს. ვიღაცას ცუდი ქმედების გამო, ვიღაცას კარგი ქმედების გამო. ხო და აი იცით როგორ არის, რომ თქვენ რო თქვენს თანამშრომლებს რო სჯიდეთ და აჯილდოებდეთ. ანუ ჩემთვის ეს ხო რაღაცნაირად გასაგები იქნება, იმიტომ რომ გასაგები იქნება, რომ თქვენ თქვენს თანამშრომლებს რაღაცას უშვებით. და თუ ეს პოლიტიკური ბრძოლა არის, მეტი რა დარჩა რომ სიმართლის ლაპარაკი დაიწყონ. და თუ მისი გადაწყვეტილებებით იყო 20 ივნისი, თუ მისი გადაწყვეტილებებით იყო, რასაც თქვა საგამოძიებო კომისია ამტკიცებს და ხელისუფლება ამტკიცებს, ვიღაზე უნდა ილაპარაკოს გახარია. ხო და კი ბატონო, თუ შენი გადაწყვეტილებით იყო ეს, ჩორჩანაც შენი გაკეთებული იყო. შენ არ იყავი ფეიკ პრემიერი. ანუ არ ვიყავიო ამას სამტკიცებს თვითონ, ხო? გახარია რომ წავიდა, მე მგონი ერთი მინისტრიც კი არ გაყოლია. დიახ. ერთი თავისი მინისტრიც კი თუ არ ვწდები. არა, ინფრასტრუქტურის მინისტრის გადადგა მაშინ არ მახსოვს. შეიძლება ინფრასტრუქტურა გაყოლოდა, მაგრამ არ მახსოვს რომ მას მინისტრთა კაბინეტი გაყვა. მინისტრთა კაბინეტი, რამდენიმე წევრი გაყვა. აი არ მახსოვს, გადავამოწმეთ მაინც. ინფრასტრუქტურის მინისტრია ესე ვინც მახსოვს, მაიაც კიტიშვილი გადადგა. კიდე რამდენიმე მინისტრი გადადგა, მე ნებისმიერ შემთხვევაში, ანუ მინისტრთა კაბინეტის არსებითი ნაწილი მას არ გაყოლია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. რაც ავტომატურად მე მგონი აჩენს იმის ვალდებულებას, რომ ახსნა რა ხდებოდა ქართული ოცნების შიგნით. და თუ შენ ამას არ ხსნი, ქართული ოცნების შიგნით რა ხდებოდა. და შენს მიმართ გზრავენ საქმეს, შენ აწერ ხელს რომ მე ვიყავიო 20 ივნისის საქმეზე დამნაშავეო. შენ თვითონ იძახი რომ ჩორჩანაზე არ ვიცი მისი პოზიცია კონკრეტულად, მაგრამ რაღაც ისეც რომელიც დამაჯერებელია საზოგადოებისთვის. აი მე რა უნდა გავაკეთო, ანუ ვიღაცამ როგორ უნდა დაგეხმაროს, ანუ შენ ხო შენი დაცვითი პოზიცია რო დაფიქსირდეს საჯარო სივრცეში, ამისთვის საჭიროა რომ ჯერ შენ იბრძოდე. შენ იყენებდე შენს ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას, ყველა რესურსებს. თორემ სხვა შემთხვევაში როცა ვხედავ რომ შენ თვითონ იღებ პასუხისგებლობას რომ მე ვარ ამაზე პასუხისგებელიო. შენ თვითონ რაღაცაზე ხელს აფარებ ვიღაცას და არ ამბობ იმ პერიოდის ამბებს გულწრფელად მიუხედავად იმისა რომ უცხოეთში ხარ. ნუ მე როგორ დაგიცვა ამ პოზიციიდან. და ჩემთვის ეს ქართული ოცნების რაღაც შიდა თამაშია, როცა ბიძინა ივანიშვილი თავის თანამშრომლებს ხანასე დაალაგებს და მე როგორ შევიდებ ამ მის კომპეტენციაში ამ კონკრეტულ შემთხვევაში. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ რომ გახარია არ არის ერთადერთი გამონაკლისი, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერზე ასევე დაიწყო სააღიზრა სისხლის სამართლის საქმეები, ლელოს ლიდერებს გირაო, დანარჩენები კი არიან ისედაც დაპატიმრებულები, მაგრამ სხვა მუხლებით არიან, მიმდინარეობს მათზეც გამოძიება. ისე გამოდის, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პასუხისგებაშია მიცემული, მე მგონი გამონაკლისია გირჩი. მე მგონი გირჩი გამონაკლისია იმაშიც, რომ ჩვენ ფარულად და ხალხის ზურგს უკან არ გვითანამშრომლია ქართულ ოცნებასთან.
არ აგვიღია ისეთი დაუსაბუთებელი შემოსავალი, რომელიც ჩვენს კოლეგებს ჰქონდათ და ამ შემოსავლის აღების და ამ თანამშრომლობის პროცესში ვინ რა დააშავა ბიძინა ივანიშვილთან, მე არ ვიცი. აი როგორც გახარიაზე წერან გითხარით, რომ არ ვიცი, მაგრამ სანამ ეს ხალხი თვითონ ამას არ ლაპარაკობს, მე მიმაჩნია, რომ აი ამ ოპოზიციის ეს ბიზნესთან ეს ბრძოლა არის, როგორ გითხრა, ხელმძღვანელის და ხელქვეითის ურთიერთობები, რომელიც ეს კონტრაქტი რას ითვალისწინებს, მე არ ვიცი. აი ვისე ამბობთ, აი მაგალითად გვარამიაზე, ლელოზე, ამ ხალხზე ამბობთ, რომ კონტრაქტი იყო. იყო გვარამიას 40 მილიონის ამბავი ხო ყველა მიცის. ხო ამაზე ნიკამელი ამ საჯაროდ არ უპასეს, ხო ყველაზე უსაფრთხო ადგილია, რომ ვიცით ყველა. ეს 20 მილიონი მერე ვიცით, რომ გილაურისგან და ვიღაცებისგან მოდიოდა და დაკავშირებული იყო ქართულ ოცნებასთან. საღიაზრის დონეზე ამას ყველა ხვდება. შენ რაღაცაზე 40 მილიონი აიღე. მერე იმის გამო რომ საგიჟეთი მოაწყვე და პოლიტიკურ სპექტრში უბრალოდ თავი არ გამოგეჩინება, მართლა რომ დაფიქრდეს ხალხი რა მოუწყვე ქვეყანას 61 ოპოზიციონერი ჩაახსნევინეს ია და დატოვე ხოცები მარტო. ანუ რაც უნდა გადაეხადათ ჩვენთვის იმ გაგებით დაიმსახურე, იმიტომ რომ ამაზე უკეთესად საქმეს ვინ შეასრულებდა, ბოლოს და ბოლოს 61 მანდატი დააკარგვინა, ამას ვერც კი წარმოიდგენდა ვერავინ რომ ასე გამოგივიდო და ეს საქმე. და ახლა რაღაცა ფარგლებში, აი ამ რაღაცა ურთიერთობის ურთიერთობის ფარგლებში შენ და შენი მეგობრები ციხეში ზიხართ. ზოგი შეიძლება იცოდა საქმის კურსში იყო და ისეზის. ზოგი შეიძლება შენ გააბრიყვე და ისეზის. მე ხო ამაში არ შევალ, მაგრამ მე ხო ვხედავ საქმიან ურთიერთობებს ამ პარტიებსა და ქართულ ოცნებას შორის. და ვხედავ რომ ეს ხალხი ციხეში ზის, მაგრამ ამ საქმიან ურთიერთობების შესახებ არ ლაპარაკობენ. და მე ეს მგონია მათი შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოშობილი პრობლემები. და სანამ ესენი არ ილაპარაკებენ საჯაროდ, როგორც ეს კარგი მაგალითია ერთი შემთხვევა, კარგი მაგალითია მეორე შემთხვევა, არ ვიცი, მე ხო რაცა იმასაც უშვებ, რომ ამ ხალხის დიდი ნაწილი ციხეში შეთანხმებით იჯდეს. ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ აი ხალხმა იცისო და თქვენს ამაზე აზრი გამოგაქვთ ესეთი, რომ ოცნებიდან თუ ბიძინა ივანიშვილისგან აიღო თუ რა, ასე ამბობთ ხო, ის 40 მილიონიო. ხო და ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ეს ფული არა ივანიშვილისგან ან რამეც სხვა გზიდან არის მოსული და შეიძლება ცდებით. 40 მილიონს თუ ამ ქვეყანაში თავარ ოპოზიციურ პარტიად გამოცხადებული პოლიტიკური ძალა წინა საარჩევნო კამპანიის დროს შოულობს რაის რუსული რეჟიმი კაცო. და რაღაცა დემოკრატია თუ აყვავებული ყოფილა, მაგრამ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და მე მგონია რომ ეს ყველას ესმის, რომ ეს წარმოუდგენელი სისულელეა რომ ვიქნებ რატო კეზერაშვილისგან ვერ აიღებ და კეზერაშვილი მე მგონი როგორც მითხეს პოლიტიკიდან წასულიო და მაგაზე დისკუსიას თავიდან ხო არ დავიწყებთ. ჩვენ ბევრჯერ გამოგვითხოვს ამასთან დაკავშირებული პოზიციები, რომ რაც ახლანდელი გვარამია ამ არჩევნებზე რაც იყო, ის იყო წინა არჩევნებზე კეზერაშვილი ზუსტად იგივე როლი ითამაშა მაშინ ნაცმოძრაობის გახლაში და მიშას ღალატში, ესე რომ ვთქვა. ხა მეორე საკითხია რომ მიშა ამას მინიშნებებით ლაპარაკობს, ხანვით დაბრალებს, ხან ახსენებს, ხან არ ახსენებს, მაგრამ ქართული საზოგადოებისთვის მე მგონი ცნობილია რომ თავ ნაცმოძრაობის დაშლა არასდროს ყველა არჩევნების მერე იხლება ნაცმოძრაობა. და არასდროს ეს არ მოხდა რა შემთხვევით. ზოგჯერ ამაში იყო კეზერაშვილის ფული გარეული, ზოგჯერ გვარამიამიშობა მილიონები, ზოგჯერ რაღაცა მქნა და საბოლოო ჯამში ჩვენ ყველას გვესმის, რომ აი ასეთი ტიპის ანუ დიდი პოლიტიკური აფიორაშია ეს ოპოზიცია თუ რას ამბობთ? წარმოიდგინე, ასეთი ტიპის ურთიერთობები აკავშირებს ამ ხალხს ერთმანეთთან. და მე ხომ ისინი გულწრფელად რო არ ლაპარაკობენ ფაქტია. ანუ ლაპარაკობენ იმას, რაც ქაღალდზე წერია და ორივე მხარე რაღაც ფორმალური დავებში ერთმანეთთან, მაგრამ მე ვხვდები რომ მანდ არ არის ძაღლის თავი დამარხული, იმიტომ რომ არაფერ შუაში არ არის იზბრალდებები, რომელთაც ეს ხალხი ციხეში ზის, არაფერ შუაში არაფერი არ არის საერთოდ რაც ამ ქვეყანაზეა, მაგრამ ვიცი ასევე და ხედავ ამას რომ მათ წინარე გამოცდილებები გააჩნიათ ურთიერთობების. ესეც ასევე საჯაროა, სხვა ფორმის. და ამის შესახებ არავინ არ ლაპარაკობს მიუხედავად იმისა, რომ ციხეში ზიან. ხო და მე არ მაქვს ვალდებულება, ზოგადად ვღელავდე ამათ ბედზე, მე ვღელავ შემთხვევითი ადამიანების ბედზე, რომელიც ზუსტად ვიცი რომ შემთხვევით ზიან. ბატონი ირაკლი ოქროაშვილის შემთხვევით ზის ამ პრიკუპში მოყვა ჟარგონულად რო ვთქვათ, ბატონი გივით არგამაძე ასევე მოყვა, ბატონი პაატა მანჯგალაძე, რომელიც ასევე აი მე და უამრავი ადამიანი, ვინც აქციების დროს არის დაჭერილი. უამრავი, ანუ იქ შეიძლება რამდენიმე გამონაკლისი იყოს, რომელიც კრიმინალია, მაგრამ უმეტესობა ის ხალხი ციხეში არ უნდა იჯდეს. ესეც ხომ მისი პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზატორების, ვინც მოუწოდა რომ
პრეზიდენტის სასახლისკენ დაძრულიყო. ცხადია, მაგრამ ვისაც უზის იმის პასუხისმგებლობაც არის აუცილებლად, რომ ადამიანების აი რაღაცა სახელმწიფო აი ამ დროს რა უნდა გააკეთოს, თუ გადაანგრევენ ჯებირს, შევლენ პრეზიდენტის სასახლეში, ეს ხალხი არ უნდა დაიჭიროს? არა, უნდა დაიჭიროს, მაგრამ აი მაგიტომაც არსებობს გარემოების გამოკვლევა სასამართლოში. რომ შენ გამოიკვლიო, კაცი მართლა რევოლუციონერი იყო, თუ შემთხვევით შევიდა სადღაც ხალხი მიდისო და მეც გავყვებიო. ხო და ეს ერთნაირი არ არის. რევოლუციონერად არ შეიძლება გამოაცხადო შემთხვევითი ხალხი. არ შეიძლება შენ მე მითხრა რომ პატა მაჯგალაძე რევოლუციონერია და მე მომთხოვა რამე დაგიჯერო ამის იქით რა წერია. მაღაზიაში მე თუ შევალ და რამეს მოვიპარო რომ შიოდა და ამის გამო მოვიპარე, ეს პასუხისმგებლობიდან მათავისუფლებს, ანუ ეს უნდა დაადგინოს სასამართლო. არა, ეს მაღაზიაში გვინდა დისკუსია შეიძლება შემამსუბუქებელი იყოს, თავს თქვენ თქვით. ხო, რაღაცა შემამსუბუქებელი შეიძლება, მაგრამ სახელმწიფო უნდა იმოქმედოს. მაგრამ აი ნახეთ, პატიმრობა არის ყველაზე მძიმე ფორმა. ზოგადად თავისუფლების აღკვეთის. ის უნდა გამოვიყენოთ იმ შემთხვევაში, როცა სხვა გზა არ არის. და თქვენ ახლა მეგინდათ დამარწმუნოთ, რომ პაატა მანჯგალაძის ციხეში რო იყო, სხვა გზა არ არის. მე არც პაატაზე კონკრეტულად არც პაატაზე ვლაპარაკობ და არც ზოგადად ვამბობ, მე თუ ასეთი რამე ხდება, რომ პრეზიდენტის სასახლის ჯებირს გადაანგრევენ, სულ არ მინდა არავის ჯდომა ციხეში. მე ვიღაცო დასაჭერია ხო არ ვამბობ. არის სხვადასხვა მექანიზმი, მე მესმის თქვენ რასაც ლაპარაკობ, რომ შეიძლება იყოს შიდა პატიმრობით ან რაღაცა სხვადასხვა მექანიზმი არის და ალბათ ამაზე საუბრობთ. ხო, მე საუბრობ იმაზე, რომ არსებობს რაღაც პოლიტიკური თამაში, სადაც ადამიანთა დიდი ნაწილი შეთანხმებულია და მათ საკუთარი როლები აქვს, შეიძლება ცუდი როლი, რაღაცა პატიმრის როლი არ არის კაი როლი, მოგეხსენებათ, მით უმეტეს თუ რეალურად გიწევს ამის შესრულება, რამდენიმე თვითაც, თუნდაც, მაგრამ იქ არიან ამ თამაშის გამო დაზარალებული შემთხვევითი ადამიანები. და მე ძალიან გულისხმობა ამ ადამიანებს და მინდა დავეხმარო მათ, აი რა ვიცი, მინდა მიმართო ქართულ ოცნებას ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ გამოიჩინოს მეტი სიკეთე ვიდრე იჩენს და ეს ამ ხალხს რაღაცა უშველოს, გაათავისუფლოს, იმიტომ რომ არის შემთხვევითი ხალხი, რომელიც აყვა როგორ გითხრათ, ანუ იმ ხალხის მითითებებს, რომელსაც არ უნდა აყოლოდა, ან იმათი ზედმეტად ჯეროდა და არ უნდა დაეჯერებინა, მაგრამ ჩემი აზრით მათ დასაპატიმრებელი არაფერი არ გაუკეთებიათ და მე მინდა რაღაცნაირად რომ ჩვენ შევძლოთ მიუხედავად იმის ამ გიჟობისა რაც როგორც მოეწყო ამაზე ცალკე უნდა დავილაპარაკოთ ცალკე უნდა ვარჩევდეთ ამბავს მაგრამ მე არ მაქვს იმედი რომ ახლა მოხდება ამის გარჩევა ამ საზოგადოებაში ჩვენ მზად არა ვართ ამ საზოგადოებაში ახლა ამის გასარჩევად საერთოდ ჯერ არც კი მიმხვდარ ვართ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამ ქვეყანაში რა ხდება და შესაბამისად ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ არის რომ სხვერპლები ზოგი უდანაშაულო, ზოგი მცირედი დანაშაულით ან მცირედი გადაცნობით იქნება გავათავისუფლოთ, რადგან არ გავაბოროტოთ მომავალზე. მე მგონი საკმარისია, რომ დიდი ხანია უკვე ხალხი ზის, ზოგი წელიწადზე მეტია ციხეში ზიან და ყველას გვესმის ჩვენ რომ წინამოვლენებზე საუბრობთ. კი და ჩვენ ყველას გვესმის რომ ეს არ ყოფილიყო პოლიტიკური ამბავი, ასეთი დარღვევის გამო, რის გამოც ეს ხალხი უკვე წელიწადზე მეტია ზის, ციხეში არ იჯდებოდა. ისევე როგორც ქალბატონი ზიან მაღლობელი ციხეში არ იჯდებოდა ისეთი ტიპის დარღვევისთვის, რა ტიპის დარღვევისთვის ზის ციხეში და ხალხ გვესმის რომ ეს რაღაცა სხვა პოლიტიკური თამაშის ნარატივია შესული ამ თამაში, ის გვიშლის ხელს მართლმსაჯულებაში, თუნდაც ის ფორმალური იყოს. ხედავთ რომ წინამოვლენების დროს დაკავებულებიც ახლა თქვენ საუბრობთ მათზე, ამის შემდეგ როდესაც კიდევ არის 4 ოქტომბერი, კიდევ მოუწოდებ ადამიანებს გამოდით და ამ ადამიანებს იწვევ იქ, სადაც მერე დააკავებენ, მანამდე ჩვენ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაც მოვისმინეთ, ირიბი განცხადება იმისა, რომ ხალხი ქუჩაში გასულიყო და შემდეგ რაც მოხდა, ამ პროცესებს გაემიჯნა ზურაბიშვილი. ანუ ადამიანებს მოუწოდებენ, რომ წამოდით, შემდეგ ამ ადამიანებს იჭერენ, მაშინ ვისი პასუხისმგებლობა არის აქ? არ არის იმ ორგანიზატორების? არა, ჩვენ პირველები ვიყავით ოპოზიციიდან, ვინც ორგანიზატორებს ადანაშაულებდა. მე თქვენს ეთერში მაქვს წინასაარჩევნო ნათქვამი, რომ ეს არის სპეცოპერაცია, მზადდება ხალხო 4 ოქტომბერს მზადდება სპეცოპერაცია და თავი შეიკავეთ და ფრთხილად იყავით და არჩევანი გააკეთეთ სწორად და ასე შემდეგ. და ამიტომ ვისი და ჩემი ნამდვილად არ არის ეს. მაგრამ მე არ მინდა სრულად გავათავისუფლო ის ხალხი ამ პასუხისმგებლობიდან, რომლებიც ჩემი წარმოდგენით და ჩემი დაკვირვებით ანუ თუ ორგანიზატორები არ არიან, საერთოდ მათი დაორგანიზებული არ არის ეს ამბავი, როგორ გითხრათ, დღეს ნამდვილად ხვდებიან იმას, რომ ყველა ადამიანი არც რევოლუციონერი არის და არც დამნაშავე არ არის. და მე როგორც გითხრათ, ჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც ესმის ის, რომ ციხეში ადამიანის გამოკეტვა და უსამართლოდ გამოკეტვა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც შეიძლება ჩაიდინო, იმიტომ რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავაკეთო, როცა უკიდურესად აუცილებელია. მილიონი სხვა ფორმა არსებობს ნებისმიერი რაღაცა დანაშაულის
როგორ გითხრათ, დასაზღვევად რომ ეს მემუარში არ გამეორდეს ან ასე შემდეგ, მაგრამ მე მგონი ახლა რაც ხდება ეს ნამეტანია. ყველა გაგებით ნამეტანია. იაგო, მეც მინდა რაღაცა მართლა ისე არ გამომივიდეს, რომ ადამიანების ციხეში ყოფნა მინდა, მაგრამ აქ უფრო მეტად თქვენს თქვით, რომ აი ვაყენებდი ამ საკითხს, რომ პროვოკაციაში არ ჩართულიყო ეს ადამიანები, მაგრამ როდესაც საქართველოს პარლამენტის წინ, თქვა, ხედავდით რაც ხდებოდა, ფეიერკების სროლა, ასე შემდეგ და მე ზოგიერთი პარტიის ოფისებიდან გამოიტანეს სხვადასხვა მასალები, რითიც თქვა პოლიციელებს ესროდნენ, ეს ხო რაღაცნაირად იმ ადამიანების პასუხისმგებლობას უფრო კი თქვენ ამბობთ ამას, მაგრამ იწვევს და შემდეგ მათ მორალური უფლება უნდა გქონდეთ კიდევ რომ აი თუნდაც პოლიტიკაში იყვნენ ეს ადამიანები ჩართულები. თუ შენს გამო ადამიანები ციხეში ხვდებიან, რაღაცა ზღვარი ხო უნდა იყოს, ანუ სად გადის პოლიტიკური განცხადებები და სად გადის დანაშაული. ნუ როგორ გითხრათ, მე თუ გითხავთ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი დიდი ხანია გამოსაცვლელია. და ძალიან გულშემატკივრობ იმას, რომ ეს პოლიტიკური ჩვენი ველი გასუფთავდეს და იქ ისეთი ადამიანები გამოჩნდნენ, ვის სიტყვასაც ფასი ექნება, რომელიც რაღაცას რო იტყვიან, ამას რაღაც ერთკვირიანი მნიშვნელობა მაინც ექნება, თუ ერთწლიანი არა და საბუნდამო არა. მაგრამ მე არ ვარ თანახმა, რომ ეს ყოველშვა ჩემი კურთხევით ეს მოხდეს ისე, რომ სახელმწიფო იძულების ძალით აუკრძალონ ვიღაცას ხალხის მოტყუება თუნდაც. იმიტომ რომ შენ თუ მოტყუდი, აი ჩემი ამოცანა არ უნდა იყოს ადამიანი დავიჭირო ლაპარაკის გამო. აი რაღაცა რომ ადამიანმა ილაპარაკა და შენ გატყუებდა. მე ამის გამო ის არ უნდა დავიჭირო და ასე პოლიტიკური ველის გაჯანსაღების მე ამჯერა. მე მჯერა პოლიტიკური ველის გაჯანსაღების, როდესაც აქ მარტო კი არ ვიჯდები, არამედ იჯდება ჩემი რომელიღაცა ოპონენტი, აი მაგალითად 4 ოქტომბრის ხალხი, რომელიც ციხეში ყველა ხო არის, ხო გარეთ არის ზოგიერთი, რომელიც 4 ოქტომბერს რო აორგანიზებდა. გუშინ მაგალითად ადვოკატი გამოდიოდა პატაბურჭულაძის და არაფერი პატაბურჭულაძის განსაკუთრებული საქმელი არ აქვს. ჟურნალისტი ეკითხებოდა, რომ ისო რა ქვია, სასამართლოზე იტყვისო, რა გეგმა ქონდათო? ხო და არაფერი არ აქვს განსაკუთრებული სათქმელიო და ანუ უღალატესო ჩვენ ეს მოვისმინეთ პატაბურჭულაძის შვილისგან. ხო და როდესაც ვიღაცაზე ამბობ უღალატესო, იქ ბევრი შეკითხვა ჩდება, ვინ უღალატა? რატომ მიგაჩნია რომ ვიღაცამ რო არ გააკეთა ეს ღალატია? რაღაცა გეგმა რო არ არსებულიყო 70 წლის კაცი. შეიძლება ესე გადაჭრით ამბობდეს რომ თქვათ 4-ში 4 საათზე დასრულდება ხელისუფლება. ის სოფო ჯაფარიძე იყო შემდეგ 4 ოქტომბრის შემდეგ უკვე აღარც მინახავს არც ერთ სატელევიზიო არხზე. იგივე სოფო ჯაფარიძე აცხადებდა რომ დასრულებულია ეს ხელისუფლება. ანუ გასაჩივრებას აღარ რო ვეკითხებოდი რა გეგმა არის და როგორ და რანაირად მშვიდობიანათო და ანუ რაღაცა იყო ხო? მარტო ეს განცხადებები არ იყო იმის იქით. ხო და აი წარმოიდგინეთ რომ რადონის აბსურდსა აქ ადგილი რომ ამდენი ხანი გავიდა 4 ოქტომბრის მერე და ჯერ კიდევ ვერ ხვდებით საერთოდ გეგმა არსებობდა თუ არ არსებობდა ვის უნდა ეღალატა ვის არ უნდა ეღალატა ანუ ის მაინც ხო შეიძლება თქვა რომ აგერ იმიტომ იჭერენ ხელისუფლების ტიპებს რომ ისინი ღალატს აპირებდნენ და მიუხვდნენ აი რაღაცა ხო ეგეთი ხო შეიძლება მაინც თქვა რომ ოდნავ რაღაცა დაფიქრდეს და უცბად რომ აღმოჩნდა რომ ეს საპნის ბუშტი იყო რატომ გაბერეს საპნის ბუშტი ვისი შეკვეთით გაბერეს საპნის ბუშტი მე რომ ვამბობ რომ ამაზე არ ვღელავ მეთქი იმიტომ რომ ბიძინა მანიშვილმა თავის თანამშრომლები რატო დასაჯა ჩემი საქმე არ არის თქო ამას გულისხმობ იმიტომ რომ შენ მე ვერ წარმომიდგენია სხვა ვინმე ყოფილიყო შემკვეთი 4 ოქტომბრის ამ კონცერტის რაც იყო მოწყობილი გარდა ქართული ოცნება იმიტომ რომ არჩევნებზე რაც მოხდა ამის გამო ის აწყობდა ქართულ ოცნებას აი ისე როგორც უპირატესობა მე მიიღო და შესაბამისად შენ ამის შემსრულებელი რაც ქართულ ოცნებას რაც შეიძლება და ოცნება ქართულ ოცნებას რო გახდი უფასოდ და აღმოჩნდა ასევე უფასოდ ციხეში და კიდე ხმას არ იღებ ამის შესახებ ან მე ამ გონია რომ ყველა ვინც ციხეშია ისეთი იდიოტია რომ ამას ვერ ხვდებოდეს ვიღაცაზე შეიძლება ვიფიქრო რომ ის არ არის ისეთი გონებრივი შესაძლებლობის რომ პირობითად რამეს მივხვდარიყო მაგრამ ყველაზე მე ამას ვერ ვიფიქრებ ამიტომ ჩემი ერთადერთი ვერსია ამ თემასთან დაკავშირებით არის ის რომ იმ ხალხმა რომელმაც მიიღო ქართული ოცნების სპეცოპერაციაში მონაწილეობა და აი დანარჩენი პატიმრების დიდი ნაწილსაც არა ყველას არ მინდა რომ იქ რაღაცა გავიგო ქართული ოცნების სხვა სპეცოპერაციებში აქვს მიღებული მონაწილეობა აი ქართული ოცნების სპეცოპერაციაში იყო პატაბურჭულაძე 70 წლის კაცი და ციხეში წავიდა რა თუ ღირდა ეს ოპერაცია თუ თქვენ ამბობთ რომ ალიანსში იყო ოცნებასთან აი არ ვიცი მაშინ ადამიანი ნორმალურად არ უნდა იყოს რომ 70 წლის ადამიანს რა უნდა გაკეთო რომ ციხეში წავხვიდე
არ ვიცი როგორ გითხრათ ახლა მე მახსოვს ბიძინა ევანიშვილი ხუმრობდა თუ არ ვთქვი ვიდეოც კი არსებობს პაატა ბურჭულაძის და მისი პირველი ურთიერთობის შესახებ და მახსოვს რომ იქ იყო დისკუსია იმასთან დაკავშირებით რომ ფინანსებზე საუბარს თავს არ არიდებდა ბატონი პაატა და ბატონი ბიძინაც კი ხუმრობდა მასე მახსოვს უბრალოდ ახლა ზუსტად ვერ აღვიდგენ იმას მაგრამ მახსოვს რომ ასეთი ვიდეო არსებობს და ვიცი რომ ეს პირველი ის რა ქვია ამბავი არ არის, როდესაც ზოგადად პაატა ბურჭულაძეს რამე ტიპის შეთანხმებაზე ვინმე შეიძლება ელაპარაკებოდეს. ის პოლიტიკაში აქამდეც ყოფილა და მე ერთ-ერთი მსხვერპლი ვარ მისი ნიჭიერი პოლიტიკური კარიერის დასაწყისის თავის დროზე. და ამიტომ თქვენც იყავით იქ? კი, სამწუხაროდ ჩვენც გვაქვს ასეთი ცუდი გამოცდილება 2016 წელს. ახლები ვიყავით მაშინ, ბევრმა არ გვესმოდა. მაგრამ ამიტომ მე ვერავინ ვერ გამაკვირვებს, რომ ბატონი პაატა ბურჭულაძე რაღაც უცნაურ გარიგებებს დებდეს. და ისე ხუმრობაც არის უკვე, რომ 9 მილიონს ითხოვდა და 9 წლიანში წავიდაო. აი მე პირველ ნაწილზე ვსაუბრობდი, ახლა 9 წლიანში წავიდა, თორემ მაინც არ გონია, მე მაინც ხო იცი. 9 წლიანი მუხლია ყოველ შემთხვევაში. კი, მაგრამ მაინც გონია, რომ ბატონი ბიძინა ისე არ გაწირავს. ამიტომ ცოტა ხანი არ ვიცი, გადააგდეს, შეთანხმები ძის, მაგრამ აი როგორ გითხრათ, მე მეწოდება ადამიანურად ყველა ადამიანი, რომელიც ციხეშიზის მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებითაც რო იჯდეს, იმიტომ რომ ასეთი ცუდი შეთანხმების დადება რომ მოუწია ვიღაცას, მაგრამ ადამიანს ციხეში უნდა დესვლა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება რაღაც თვალსაზრისით იმსახურებს ზოგადად თავიდან ბოლომდე ისტორიის მოყოლას. მე ამ ისტორიის ნაწილებს ვხედავ, მაგრამ მე არ ვიცი ეს ისტორია მთლიანად. და თუმცა ვხედავ იმას, რომ 4 ოქტომბრის შემთხვევით არ მომხდარა. ბატონი პაატა ბურჭულაძე, ბატონი ლევან ხაბეიშვილი უცბად შემთხვევით ძენწინა საარჩევნოდ გმირებად არ დაბადებულან. ეს რაღაც შეთანხმების ამბავი იყო. ხალხი ციხეშიზის ამ შეთანხმების შესახებ მაინც არ ხდება ცნობილი. შესაბამისად, აი როგორ გითხრა, ადამიანურად ვერ ვხედავ ჩემს ადგილს სოლიდარობის გამოსახატავად. ვერ ვხატავთ სოლიდარობას. იმიტომ რომ მე არ ვიცი ეს რა ტიპის შრომით სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ხდება. ეს უცნაურობა, იმიტომ რომ პოლიტიკურ პროცესს ეს არ გავს. პირიქით, ეს გავს პოლიტიკური პროცესის გარედან იმართებოდაო, ხელისუფლების პოზიცია თქვენ იცით რომ გარედან დაკვეთთა ხდებოდაო ამ ამბებს, ხო? აი მე სიტყვა გარედან სამოვიღებდი და დანარჩენს დავტოვებდი. გასაგებია. გარედანზე ვერ დავდებ თავს, იმიტომ რომ არ მაქვს. ხო შინიდან გონია. გასაგებია. მადლობა იაგო ხვიჩიას და ბატონი პეტრე მამრაძე უნდა ჩავრთოთ, პარლამენტის ყოფილი წევრი. საღამოშვიდობისა ბატონო პეტრე, მადლობა პირველ რიგში ჩართვისთვის. ბატონო პეტრე, არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს ეთერებში თქვენთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. აი, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ის კლინიკა ვივამედიდან გადაიყვანეს სასჯელ ახსნების დაწესებულებაში. თქვენი შეფასება როგორი არის? ისიც როგორც იტყვიან ჯობს გვიან ვიდრე არასდროს სხვასო თავი დავანებოთ საზოგადოებაში კითხვა და მე ბოლო დროს მაგალითად 2-3 დღე არ გავიდოდე ისე რომ თუნდაც ქუჩაში არ გამაჩერონ და არ ვკითხონ რომ რა ხდება რაღაც გარიგებაა რატომ არის რომ ეს ადამიანი ყველაზე დიდი დამნაშავე არის ამ ესე იგი ფეშნებელურ კლინიკაში მასზე 100.000 ლარი იხარჯება სახელმწიფოს მხრიდან, რომ იქ ცხოვრობდეს და რომ იტყვიან ჩიტის ძე არაკლია და იქცევა შესაბამისად ამ ფუფუნებაში მყოფი. რა შეასაქმე, რა გაჭირდა ისეთი, რომ არ შეიძლება გადაიყვანონ და აგერ სარკოზის მიუჩინეს 9 კვადრატული მეტრი საკანი და ეს გამოქვეყნებულია. ასევე გამოქვეყნებულია სიით, ესე იგი რა ეკუთვნის და რა ეკუთვნის პრეზიდენტ სარკოზის ყოფილ პრეზიდენტს საფრანგეთისას, ხო? რა შეასაქმე და როგორც იქნა ეს ასე ვთქვათ სწორი სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებულია ყველა მიცოდა რომ ის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება და ეს იყო თავიდან ბოლომდე ტყვილი და ბლეფი ეს კარგად იყო ცნობილი ამას ვაშურის დედამისი ადასტურებდა ინტერვიუებში როცა ამბობდა რომ დღეში 2-ჯერ დავდივარ ვუზი ვარ იქ და საჭმელი დამაქვს და იმას ჭამს ვიცით რამდენი მნახველი ყავდა მათ შორის ქალბატონები და ასე შემდეგ და აი ეს რაღაც აბსურდული ვითარება იმედია ეხლა დასრულდება იმით რომ იქნება საერთო საწყისებზე რა თქმა უნდა ყველა უფლება დაცული უნდა იყოს პატიმრისა როგორც ხებისა
როგორც სარკოზის თქვა და ასე შემდეგ. ბატონო პეტრე, საერთოდ არ ვაპირებდი დღეს სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით თქვენთან საუბარს, ვინაიდან თქვენც ესეთი ამბავი გავრცელდა დღეს და ასეთი ინფორმაცია გვაქვს და თქვენც ახსენეთ ქალბატონი გიული, აქვე გითხრათ, თქვენ თუ არ ვწდები მაშინ მთავრობის კანცელარიაში იყავით, ხო, როდესაც ის თავიდან პრეზიდენტი იყო და იმ მოვლენებში ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, როდესაც გიული ალასანიამს, როდესაც არის საუბარი რომ ხელში ჩაიგდო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაწილი, აი ამ ამბავზე ხო არა გაქვთ თქვენ გარკვეული ცნობები, რა მოხდა მაშინ? მაშინ ბევრს საუბრობდნენ კულუარებში, სხვათა შორის ბატონ ჯონდი ბაღათურიას ჰქონდა მთელი მოხსენება, როცა პარლამენტში ვიყავით, პრესკონფერენციას ჰქონდა, ესე იგი სააკაშვილი სიმბოლურ ფასად ერთლარად გადასცემდა პირდაპირ კი არ ეწერა რომ დედაჩემს გიული ალასანიას, არამედ შესაბამის ამ სტრუქტურას, რომლის უკან იყო გიული ალასანია, საუკეთესო ობიექტებს და ყველგან ეწერა რომ აი განათლების განვითარების მიზნით, ესე იგი და ასე შემდეგ. 1.30-მდე ობიექტი იყო გადაცემული საერთო ღირებულებით, რა თქმა უნდა, რაც შეეხება ტექნიკურ უნივერსიტეტს. ლაპარაკობდნენ ბევრს, რომ ეს გაფორმდა 2008 წლის აგვისტოში. დიახ, ომის დროსო, ხო? აი, როცა ომის დღეები იყო გაფორმდა, მაგრამ იმასაც ამბობდნენ, რომ ფორმალურად. დიახ. აი, თავის დროზე რუსთავი 2-ის ამ გადაფორმების არ იყოს, ესე იგი მუშაობდნენ იმაზე, რომ ფორმალურად ყოფილიყო კორექტული, კერძოდ, რომ ტენდერის გამოცხადდა თითქოს, რა თქმა უნდა, არავინ არ შეიტანა, ვინ შეიტანდა, ასე ვთქვათ, ტენდერში მონაწილე გარდა თვითონ ალასანიასის შესაბამისად ფასი რომელიც იქ იყო, ესე იგი ის არ იყო, რაც იყო საბაზრო ფასი, მაშინ პეკინის ქუჩაზე ყველაზე ძვირი, ასე ვთქვათ, ანაკვეთები იყო. ჯერთი თვითონ ის რომ გასაყიდად გაეტანეს ეს ყველაფერი, ამხელა ფართობი და საუკეთესო კორპუსი. ანუ აქ ყველგან იკვეთებოდა, რა თქმა უნდა, ის რომ სააკაშვილი იყენებდა თავის მდგომარეობას პრეზიდენტის მოყოლ ბოროტად იმისათვის, რომ გაემდიდრებინა საკუთარი დედა და მთლიანად ოჯახი. გასაგებია, ბატონო გამიგია ნამდვილად. ბატონო პეტრე, ასევე მინდა კითხოთ თქვენი შეფასება ექს-პრემიერ გახარიასთან დაკავშირებით. თქვენ იცით რომ დღეს გენერალურმა პროკურატურამ ორი ბრალი წარუდგინა, ერთი არის ჩორჩანას საქმე, მეორე არის 20 ივნისის საქმე. თქვენ როგორ აფასებთ ამ ყველაფერს? იცით როგორ არის? აქა საზოგადოებაში კითხვები არის, რომ დიახ. კი, მაგრამ აი ამის შემდეგ, რაც მან ეს ჩაიდინა, მერე იყო დაწინაურებული და დაინიშნა პრემიერ-მინისტრად. თუმცა ამაზე არის ხელისუფლების პოზიცია, რომ უცხოეთიდან იყო ეს დავალებაო. უცხოეთიდან ვერ დანიშნავდნენ პრემიერ-მინისტრს. ანუ პირდაპირ მოითხოვესო, რომ დანიშნულიყო და მაშინ რაღაცნაირად ვექვემდებარებოდითო გარეჩარევებსო, ხო? მოვისმინეთ ეს ხელისუფლების განცხადებები. იცით როგორ არის? ამ დანაშაულის შემდეგ მე სულ სხვა ვერსია მაქვს და კერძო. დიახ. მაშინდელი პარლამენტი და მაშინდელი ოსების შემადგენლობა ხომ ვერ აკონტროლებდა და პარლამენტის ფუნქცია აკონტროლოს ხელისუფლება ჯეროვნად. აი რა შეასაქმე. საშუალო პრემიერი კობახიძე შეეხო ამას, როცა თქვა რომ თავის დროზე ეს კანონი რო უნდათ გამჭვირვალეობას და უკან რო წაიღეს, რო კითხეს რატომ წაიღეთ უკან, თქვა გუნდში არ იყო ერთიანობა და გურჯში არ იყო მყარი პოზიცია. პირდაპირ საჯარო თქვა. აქაც იგივეა. მაშინ რატო არ აწყდა პარლამენტში პირდაპირ ამაზე მსჯელობა, რომ აი ნახეთ რა მოხდა ჩორჩანაში. რატომ არ აწყდა მაშინ მსჯელობა და მწვავე მსჯელობა, იმიტომ რომ შესაბამისი კომიტეტები უნდა აკონტროლებდნენ. ეს მომენტი არსებობდა. რომ დავანებოთ თავი ყველაფერს ლომჯარია როგორ გახდა საქართველოს ომბუდსმანი, ადამიანის უფლებების დამცველი, ხო? მე ვიკითხე და თქვენს რომ შიგნიდან გუნდიდან იყო რომ ეს კარგი იქნება. მაგრამ ძალიან კარგია რომ რესპუბლიკური პარტიაზე ამობენ ამას, დიახ. და მე არასოდეს არ დამეწევი, ყველა შევახსენებ. 22 წელს, როცა თებერვალში დაიწყო ეს სასტიკი ომი უკრაინაში, შემზარავი, დაბომბვა და ასე შემდეგ, ერთი კვირა იქნებოდა გასული, როცა გახარიამ ტელევიზიით გვამცნობა, რომ ჩვენ რო გვეუბნებოდნენ, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს და არაფერი შეგვიძლია, აგერ თუ არ შეიძლება, აგერ უკრაინაა ჩვენთვის დღეს მაგალითი, გვაჩვენებს მაგალითს, ხო, როგორ უნდა გძულდეს შენი ერი სახელმწიფო, რომ ასეთი რაღაცა თქვა, რაღაცა შენი ინტერესების გამო. როგორ შეიძლებოდა
ამის ნათქვამია და ყველა შეუძლია ნახოს და გაეცნოს ეს YouTube-ზე. რა შეეხება თვითონ აი ამ ჩორჩანას ამბავს ბატონო პეტრე? ვინ არის გახარია თორე სხვა რაღაცების გახსენებაც შეიძლება. ჩორჩანას ამბავს თვითონ თქვენ როგორ უყურებთ, რასაც ჩვენ მოვისმენთ საგამოძიებო კომისიის დასკვნით, იქ არის ასეთი ამბავი, რომ არავინ არ იყო საქმის კურსში, რომ მარტო მოქმედებდა ბატონი გახარია. აი საქმეც ისა, იცით, ესე იგი პარლამენტის დანიშნულება არის კომიტეტებისა, რომ მუდმივ რეჟიმში აწარმოებდეს კონტროლს. ის 20 ივნისის ამბები, ამას ყველას ტელევიზიით უყურებდით. ჯერ იყო სრულიად მიუღებელი, როცა იდგა პოლიცია და პოლიცია სასტიკად სცემდნენ, არმატურებით სცემდნენ, რას არ ესროდნენ. მახსოვს ესე იგი ამ ცემით დააჩოქეს პოლიციელი და სულ წიხლებით შეაგდეს უკან. პოლიცია არ იმძრეოდა. ამ დროს პოლიციას ევალებოდა და მინისტრი იყო გახარია და მე მაშინ თქვი გამოვედი ამაზე. მაშინათვე ავტომატურად გამოიყენებინა ყველაფერი ის, რაც არის კანონით განსაზღვრული. დასავლეთში, სადმე, რა ვიცი, საფრანგეთი, გერმანია, ნებისმიერი ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანა. პოლიციას ისე რომ ვინმე მოექცეს, მინისტრის დანებას კი არ ელოდებიან. მაშინათვე მოქმედებენ ადგილზე და ყველაფერს აგებენ. ანუ პროტოკოლით გათვალისწინებული ზომები არ ჩაატარა გახარია თქვენ ამბობთ და მე გადამეტებული იყო. და ბოლოს უცეფეს გამოიყენეს და ყველამ ნახეთ რაც მოხდა. რაღაცა ხდებოდა აშკარა და მინისტრი იყო გახარია. ისმით? ასე რომ ეს არ შეხება 20 ილის, მაგრამ პარლამენტი სად იყო, მაშინდელი პარლამენტი? რატომ არ დაესვა მაშინათვე შესაბამის კომიტეტებში? რატო არ გაიმართა მაშინათვე ეს დებატები? მოხსენება, რომ აი რა მოხდა 20 ივნისს. ეს ხო სწორედ პარლამენტის ფუნქცია და უმრავლესობის ფუნქცია, მათი მინისტრი იყო. ასე რომ ძალიან ადვილია გადაბრალება, რომ ვიღაცა უცხოეთიდან, მაგრამ ეს მხოლოდ ამძიმებს დანაშაულს. შენ ვინახარ, როცა უცხოეთიდან კარნახობენ პრემიერად ვინ უნდა დაინიშნოს. მიუღებელია ჩემთვის. გასაგებია ბატონო პეტრე, ასევე მინდა კითხოთ, ჩვენ მოვისმინეთ მაგალითად საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ უკრაინა უფრო წინ არის საქართველოზე, გარკვეული მიღწევები აქვს. როგორ უყურებთ, აი, როდესაც საქართველოზე ამბობენ იქიდან, რომ საქართველო ჩამორჩება და ომში მყოფი მაგალითად უკრაინა უფრო წინ არის აი ამ ანგარიშებით. ეს არის აბსოლუტური ტყვილი, აი აბსურდამდე მისული ტყვილი. მე მაქვს უფლება, როგორც დამოუკიდებელ სრულიად ანალიტიკოსს, თქვა სიმართლე, კი არ გავლანძღვა, არამედ თქვა, რომ ეს ჰერჩინსკი პირადად, ბატონი ჰერჩინსკი, ევროკომისიის ხელმძღვანელი თბილისში, საქართველოში, ეს არის ნამდვილი პოლიტიკური თაღლითი. არაერთხელ გამოიჩინა ამით თავი. და იმასაც გეტყვით, თუ ამას ავალებენ ბრიუსელიდან, ხო? უკასრავად წესიერი ადამიანი დიპლომატი უწუნდა გადადგეს, ვიდრე შეასრულოს. მე ვიცნობდი და მეგობრობდი შესანიშნავ ამ ასე ვთქვათ ხელმძღვანელებთან. დენის კორბოი პირველი ხელმძღვანელი, ტორბენ ჰოლცე, პერეკლუნდი, სხვები. ეს ადამიანები ჯერერთი ყოველთვის სიმართლეს ეუბნებოდნენ ბრიუსელს, ევროკომისიის ხელმძღვანელები იყვნენ. და მეორე, იქედა რომ მიიღოთ რამე ასეთი ბრძანება, უწინ გადადგებოდნენ, ვიდრე შეასრულებდნენ. ეს არის სრული ტყვილი და მე მინდა თქვა ძალიან მნიშვნელოვანი რამე, რაც დღემდე არ არის განმარტებული, მე მგონი აი საჯარო სივრცეში არ მინახავს. ჰერჩინსკიმ ჩამოიტანა წერილი თუ რაც იყო, რომ თურმე შარშან ჯერ კიდევ ივლისში ბრიუსელში მიუღიათ გადაწყვეტილება, რომ შეჩერებულიყო საქართველოს გაწევრიანების პროცესი და მოლაპარაკება საქართველოსთან. ანუ ივნისში თუ ივლისში რა მნიშვნელობა აქვს? ანუ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ნოემბერში კობახიძემ პრემიერმა მართლაც ისტორიული განცხადება გააკეთა, რომ ჩვენი ინიციატივით ამას არ გავაკეთებთ, არ დავიწყებთ მოლაპარაკებას, არ ვთხოვთ ბრიუსელს, მაგრამ ბრიუსელს თუ უნდა კი ბატონო ნებისმიერ დროს. და მეორე, რომ გრანტებს არ ავიღებთ. რატო გააკეთეს ეს თაღლითობა? ბრიუსელის ბიუროკრატია, მე ეს კარგად ვიცი, მე ვიცნობ, მე მათთან მიმუშავია ბევრი და ხედავდი როგორ ხდებოდა დეგრადაცია. მათთვის ბრიუსელის ბიუროკრატიისთვის ყოვლად აუტანელია, რომ სხვა ქვეყანამ აი პარტნიორია თუ კანდიდატია თავისი დღის წესრიგი უკარნახოს ბრიუსელს. როგორ საქართველოს პირველად თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ინიციატივით არ გამოვა?
თვითონ მიიღო გადაწყვეტილება რომ უარს ამბობს გრანტებზე ეს დაუშვებელია და უკანა რიცხვით ეს როგორი ტყილია იცით ეს პატარა ბავშვი თუ იკადრებს ხომ ვიღაც მატყუარა ბავშვი უკანა რიცხვით რა თურმე მათ გადაუწყვე რას ქვია შენ თუ ეს გადაწყვეტე როგორ არ შეატყობინე ქვეყანას როგორ მოხდა რომ ჩვენმა მთავრობამ და პარლამენტმა ეს არ იცოდა ტყვილი კიდე ერთი ან და ის რომ გაუქმეთ ეს ორი კანონი ხერშინსკი რო ყვიროდა მიტინგებზე და შემოდით ევროგაერთიანებაში ეს ტყვილი საერთოდ არ განიხილება იმ ქვეყნის გაწევრიანება რომლის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და საქართველოს შემთხვევაში ეს დამძიმებულია რუსეთის სამხედრო ბაზებით ყოფნით რაც სააკაშვილმა და ბიზამისმა დააბრუნეს საქართველოში და იმით რომ რუსეთის სნობს იმ სამხედრო პოლიტიკური ავანტიურის შემდეგ რაც განახორციელა სააკაშვილმა აბა უკრაინა როგორ შეყავთ ბატონო პეტრე 2008 წელს აგვისტოში სნობს აფხაზეთს და ყოფილ სამხრეთი ოსეთის ავტონომიურ ოლქს სნობს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დახურულია საკითხი საერთოდ გაწევრიანებაზე არავინ არს დაფიქსდება არასოდეს სანამ ეს ვითარებაა ხოლო რაც შეეხება სტატუსებს კანდიდატი პლუსით კანდიდატი 2+-ით ნატოში არ იყოს თავის დროზე რამდენიც გინდა იმას მოგცემენ მაგრამ ეხლა უკვე ამაზეც ვერ მიდიან და ესეთ თაღლითობაზე მიდიან. და ბოლოსკენ მივდივარ ბატონო პეტრე და რამდენად უნდა ველოდოთ მუდმივად არის ამ ბოლო ხანებში ხო განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში რომ გაგვიჩერონ ვიზა ლიბერალიზაცია რამდენად ელოდებით ამას? გამორიცხული არ არის, იმიტომ რომ არაადეკვატურად მოქმედებენ ბრიუსელში და მოქმედებენ აი პირდაპირ ჩანს რომ რასაც ანტიეროვნული ძალებით საქართველოში თავმოყრილი ეს ოპოზიციას უტყვილა ეძახეს ზოგიერთი ეს ნაცები და მათთან დაკავშირებული პარტიები, რომლებიც უფრო იქ არიან, ვიდრე საკუთარ მოსახლეობას რო ხდებოდნენ, ხომ საერთოდ არ ხდებიან მოსახლეობას, სულ იქ არიან, ხომ? მათი კარნახით ხდება იქ სრული ჩახუტებაა. სადამდე მივიდა საქმე, რომ ის ანტიეროვნული ძალები, რომლებზეც ამდენი დაიწერა თავის დროზე ევროპაში ცნობილი ევროპელი პუბლიცისტების თუ ანალიტიკოსების მიერ, რომ ეს არის საშინელი ძალა, სადისტური და დიქტატორული რეჟიმი სააკაშვილის. დღეს ესენი არიან ჩახუტებულები. მათი იმით, ახლა ნახეთ, ესე იგი შეუძლებელია არ ესმოდეთ, რომ სინამდვილეში ეს რომ მიიღო, ეს არის მათთვის სუდი, როგორ დაეცემა ისედაც დაცემული ასე ვთქვათ წარმოდგენა ევროპაზე და ევროკავშირზე როგორც დადებით რამეზე ხო ქვეყნისთვის და მეორე თუ გონიათ რომ ამით მოსახლეობა აჯანყდება ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან ცდებიან ყველას ესმის აბსოლუტურ უმრავლესობას ესმის რომ ეს ყველაფერი მოდის აი ამ ანტიეროვნული ძალებიდან ისინი მუშაობენ ამისათვის გახსოვთ კანდიდატის სტატუსზე რომ მე თვითონ აღიარეს დიახ ჩვენგან მიდიოდა არაერთგვაროვანი იმპულსებიო ბრიუსელშიო თვითონ მოუწიათ იმიტომ რომ შიგნით მოხდა მე განხეთქილება ამ საკითხებთან დაკავშირებით ეხლა ციგივეა მე რას ვამბობ ლოგიკური იქნებოდა და ასე ვთქვათ მათთვის უკეთესი იქნებოდა რომ ეს არ შემოიღონ და უფრო ფიქრობ რომ ამას არ შემოიღონ საყოველთაო ამ ვიზა ლიბერალიზაციის ასე ვთქვათ მოშლას მაგრამ არც ის გამიკვირდება რომ ამ არადეკვატნამიზე მაინც წავიდნენ მადლობა ბატონო პეტრე შენსკი რომ ეხლა ნახავთო იქნება ანგარიში ამ მექანიზმზეო ანგარიში იქნებაო ნახოთ პეტრე მამრაძეს უსმენდით თქვენ ანალიტიკოს და გენო პეტრიაშვილი შემოგვერთა საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან საღამოშიდობისა მადლობა მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს მადლობა მოწვევისთვის ცოტა ხნის წინ თქვენთანაც ამ თემით უნდა დავიწყო გავრცელდა ინფორმაცია რომ სააკაშვილი ვივამედიდან გადაიყვანეს ციხეში ასე ვთქვათ თქვენი შეფასება როგორია ეს რამდენიმე ხნის წინ გავეცანი ამ ინფორმაციას და თუ არ ვშტები მედიცინის წარმომადგენლები ამბობენ რომ მისი ჯანმრთელობა უკვე მზად არის იმისთვის რომ მოიხადოს ციხეში საკუთარი სასჯელი და საერთოდ სააკაშვილიზე საუბრისას მახსენდება ხოლმე მისი მავნე განცხადება 2008 წლის ომთან დაკავშირებით თითქოს და ქვაღორღიანი რამდენიმე სოფელი დაიკარგა და მეტი არაფერი მხოლოდ ეს და შემდეგ უკვე გვახსოვს თბილისში რომ საზოგადოებას განუცხადა რომ თურმე ომი მოვიგეთ და აზე მაშინ როდესაც ჩვენი მოსახლეობა ჩვენი ბავშვები მოხუცები გადარჩენისთვის ბრძოლობდნენ და საკუთარ თავშესაფარს ეძებდნენ ხო რომელ ქვაღორღიან სოფელზეა ხალხო საუბარი თუ ვინმე ნამყოფი არა სამაჩაბლოში მინდა უთხრა რომ ისტორიულ საქართველოსია საუბარი ულამაზეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე
ულამაზეს ბუნებაზე და ძიძველ საქართველოსია საუბარი და საერთოდ ამ განცხადების შემდეგ ამ ადამიანს თუ უყარს სამშობლო ეჭვი მეპარება, აზეა საუბარი. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ დროებით საგამოძიებო კომისიას უსმენდით და რამდენია დაჩაგრული ადამიანი მიდიოდა იქ და საკუთარ ტკივილს ყვებოდა გაუბედურებას, ცხოვრება წაართვეს ადამიანებს და ამ ყველაფრის ხელმძღვანელი იყო სააკაშვილი. და უნდა აგოს პასუხი ყველა ადამიანმა, მათ შორის მან საკუთარ საქციელზე და საკუთარ გადაწყვეტილებაზე. ასევე გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დღეს გენერალურ პროკურატურაში გაკეთდა გენერალური პროკურორის მიერ განცხადება, რომ ის პასუხისგებაში მიეცა 20 ივნისის და ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით. იგივე მინდა თქვა გახარიაზე. ადამიანმა საკუთარი ქმედებით დაკარგა უდიდესი ტყის ნაწილი და სოფლის ნაწილი. ჩვენს სამშობლოზეა საუბარი, ქართულ ტერიტორიებზეა საუბარი. და საერთოდაც გახარიას უსმენდით საგამოძიებო კომისიაზე და არ მგონია რომ დამნაშავედ გზნობდეს ამ თემასთან დაკავშირებით. სინდისის ქენჯაც არ აქვს, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით სამშობლოს ჩვენი ტერიტორიები დაიკარგა, ხო? ამაზე მეტი ტრაგედია რა შეიძლება იყოს. ადამიანმა დაკარგა ტერიტორიები და სინდისის ქენჯაც არ აწუხებს. არ ვიცი რა განცხადება უნდა გავაკეთო გახარიაზე, უბრალოდ სამარცხვინოა მისი ქმედება, თუნდაც ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა, ხო, ისე სააკაშვილის თებით დავიწყე და გადავიდეთ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა, რომელიც მოთხოვნითაც თქვენმა გუნდმა მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ასევე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ქვეყნის საბოტაჟის და სხვადასხვა მძიმე ბრალდებებია წარდგენილი ნაციონალური მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ლიდერზე, იგივე სააკაშვილზე და სხვებზე. ყველაფერი აი ამას როგორ უყურებთ გენო თქვენ? ვახო რა შეეხება ნაცმოძრაობას და მათზე საუბარს, რაღაცაირად ისევ იმ დანაშაულებრივ წარსულში გადავდივარ და მიმაჩნია რომ ამ ადამიანებმა ძალიან დიდი ბოროტება ჩაიდინეს საკუთარი საზოგადოების წინაშე. თუნდაც რამდენიმე ხნის წინ წეღანაც ვახსენეთ, რომ გავიხსენოთ საგამოძიებო კომისიაზე რა ხდებოდა. გაუბედურებული ადამიანები მიდიოდნენ. სიცოცხლე წაართვეს, ზოგს შვილი მოუკლეს და ზოგადად ვისაც ენატრება სააკაშვილი მინდა უთხრა რომ აი გავიხსენოთ რა სანდრო გირგვლიანის ამბავი გავიხსენოთ, ბუტარო ბაქიძის, ვაზაგაშვილის ამაშვილის. დაგვავიწყდა ეს ბოროტება? ჩვენ ხო ადამიანები ვართ, ერთმანეთის გულის ტკივილი უნდა გავიზიაროთ. ამხელა ბოროტებას არ ვიცი, სამართლიანობა მოითხოვს რომ პასუხი უნდა აგონ იმ ადამიანებმა, ვინც ჩვენი ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს დანაშაული და საკუთარი ქვეყანას და ინტერესებს უღალატეს. რაც შეეხება საბოტაჟს და მოწოდებას ეს მშვიდობიანი დამხობა, გადატრიალება ეს თავისთავად სამართლებრივ ჭრილში უკვე დანაშაულს ნიშნავს. შემდეგ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, პარლამენტის შენობაზე თავდასხმა, პოლიციელებზე თავდასხმა, სხვადასხვა თანამდებობის პირებზე შეურაცხყოფა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რას გავს ეს სრულიად უმსგავსობაა ეს მათი საქციელი. მაინც თქვენ როგორ უყურებთ, ხო, გააქტიურებული არის პრინციპში, რაც ყობახიძე შეიცვალა, იგივე პროკურატურა, სუსი, რაც თქვა დინარაძეები და ჩვენ ხედავთ, რომ ყოველდღიურად ეს იქნება ყოფილი თქვენი თანაგუნდელები, თვითონ გუნდის წარმომადგენელი, იგივე ყოფილი თანამდებობის პირები და ოპოზიციის წარმომადგენლები, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს, რომ მიმდინარეობს ყველას დაკავება. დღეს საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ქართულმა ოცნებამ გაბედა და არეშინია კორუფციასთან ბრძოლა, ნარკომანიასთან ბრძოლა და მე მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს, ჩვენს ძალოვანის წარმომადგენლებს, უსაფრთხოების სამსახურის შინაგანის ბიჭებს, მათ ხელმძღვანელებს, ბატონ პრემიერს, რომ ასე უპრეცედენტო ბრძოლა გამოუცხადა ნარკომანიას, კორუფციას. ეს თუ არ დავამარცხებთ, ჩვენ ხო გაგვიჭირდება ჩვენი ქვეყნის წინსვლა და ჩვენი ქვეყნის აშენება. არ შემიძლია არ გამოვეხმარო ბატონო პრემიერის ძალიან მაგარ გადაწყვეტილებას უპრეცედენტო სპორტში, მასიური სპორტში ჩართულებასთან დაკავშირებით. ეს ერთ-ერთი მეთოდია ნარკომანიასთან ბრძოლისა, ყველა ბავშვი, ყველა ახალგაზრდა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ყველა ჩართულია სპორტულ ცხოვრებაში, ამხელა ინფრასტრუქტურა შენდება. ეს ხომ წარმოუდგენლად დიდი საქმეა, ქართული საქმე კეთდება, მეგობრებო. და ზოგადად თქვათ, აი ამ ყველაფერში, რასაც უყურებდით, აი თქვით 4 ოქტომბერი. ჩვენ ხედავთ, რომ მაინც მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მოახდინეთ გარკვეული ზომების მიღება, გაამკაცრეთ კანონები, მაინც ხედავთ, რომ
ოპოზიციის ერთი ნაწილი ამბობს, რომ არჩევნებით აქ ხელისუფლება არ შეიცვლება და საჭიროა ქუჩის აქციები, მათ შორის აქციებზე საუბრობს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. აი ამ ყველაფერში რას დაემსგავსდნენო თქვენ ამბობთ აი პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს როგორ უყურებთ აი ამ კანონების გამკაცრებით, თუნდაც პასუხისგებაში მიცემით დაამშვიდდება ქვეყანა? პირველ რიგში მინდა თქვა, რომ ძალიან მაღალ დონეზე შეასრულეს ჩვენმა სამართალდამცავებმა. წარმოვიდგინოთ სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ყოფილიყო თავდასხმა და ასეთი შტურმი და არ ვიცი. ჩვენმა ძალოვნებმა ყველაფერი იღონეს, რომ ეს ყველაფერი აღმოეფხრათ და წესრიგი აღდგენილიყო. რაც შეეხება ქუჩის გადაკეტვაზე იყო რამდენიმე ხნის წინ პროტესტი და დემონსტრაციულად ადამიანები კიდე გადადიოდნენ და ცდილობდნენ, რომ ქალაქის პარალიზება მოეხდინათ. ადამიანს რომ ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ ქართველები და შეგვიძლია გამოხატო შენი თავისუფლება ყოველთვის. მაგრამ შენ რამდენიმე ადამიანის ხარჯზე ქალაქის ცენტრალური მოედანი, ცენტრალური გამზირი გააჩერო და საზოგადოებას შეუქმნა შეაფერხო, ეს ყოველთ მიუღებელია და ყველა უნდა დავემორჩილოთ კანონებს იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს და ასე შემდეგ. არ შეიძლება ეს სამართალდამცავებზე ზალადობა და ასე შემდეგ. როდესაც ვთქვათ, აი ბრალდებები არის, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს შორდება ოპოზიციის მხრიდან, საპირისპირო განცხადებებს აკეთებთ ხოლმე, რომ თქვენს რომ ოპოზიცია ჩადის ბრიუსელში და საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებს ჩადის. აი გადაცემის ანონსშიც მქონდა დაახლოებით 2 წლის წინ, ხათუნა 3 წლის განცხადება იყო მაშინ, რომ ქართული ოცნების პირობებში არ უნდოდა ოპოზიციას რომ მიეღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. აი აქ რა ხდება? ეს არის მავნებლობა, რასაც ოპოზიცია აკეთებს, ჩადის სხვადასხვა ქვეყნებში და პირდაპირ მოითხოვს, რომ დაგვსაჯეთ, დაგვასანქცირეთ და რა ვიცი, ქართველი ხალხი და საკუთარი სამშობლო არაფრად მიაჩნიათ. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ამას დიდი ღალატი რა შეიძლება იყოს ქვეყნის წინააღმდეგ მტრული დამოკიდებულება. მე მესმის შენ მოსთხოვო შენი პოლიტიკური ოპონენტის დასჯა. დაუშვათ როგორც მე გენო პეტრიაშვილი ქართული ოცნების წევრი. მაგრამ ქართველმა ხალხმა რა დააშავა, რომ ჩადიხარ შენ და ცდილობ, რომ შენი საკუთარი სამშობლო ჩააგდო ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ამაზე დიდი ღალატი, არ ვიცი, მე აი როცა არის აი გენო ხო თქვენ პირადად საქართველოსთვის ძალიან ბევრი გაქვთ თქვენს სპორტში გაკეთებული და როდესაც აი იღებთ აი ესეთ განცხადებას რომ ღალატობთ ქვეყანას რომ გიწოდებენ იგივე ვთქვათ ბიჭის კიდევაც გამეორება რომ აი რუსებს ემსახურებით ასე შემდგომ აი თქვენი შეგრძნება თქვენი რეაქცია რა არის ხო? არავითარ შემთხვევაში მთელი ჩემი ოჯახი ყოველთვის ჩართული იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ თლიანობაში თლიანობისთვის დაცვაში და ბრძოლაში მთელი ჩემი ოჯახი და მათ შორის მეც ყოველთვის ვემსახურებ მთელი ჩემი ცხოვრება ჩემს სამშობლოს და საკუთარ ხალხს და მათ რაც უნდათ ისილაპარაკონ და ისისაუბრონ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს უბრალოდ საზოგადოების ნაწილი შეყავთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში შეცდომაში და მე რაღაცა ცუდ მომენტებამდე მივდივართ აქედან გამომდინარე არ ვიცი მათ რა პასუხი უნდა გავცე ჯობია საკუთარ ქმედებებზე აგონ პასუხი რა მავნებლობად საკუთარ სამშობლოს მოუტანეს წლების განმავლობაში მაგ ადამიანებს. გასაგებია, მადლობა რომ მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. გენო პეტრიაშვილს უსმენდით თქვენ მართველი გუნდიდან. ჩვენ უკვე შევხვდებით ორშაბათს საღამოს 9-ზე, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, კარგად გრძანდებოდეთ.